გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემა, მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. უელსის სამიტის შემდეგ საქართველო იქნება უფრო მეტად დაცული. ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. საუბარია საქართველოში საჰაერო თავდაცვის სისტემის განლაგებაზე, რის გამოც ირაკლი ალასანია თანაგუნდელებმა გაკიცხეს. თავდაცვის მინისტრის მიერ შეერთებულ შტატებში დაყენებულ მოთხოვნას საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსებმა მთავრობასთან შეუთანხმებელი უწოდეს. დღეს თეორემას სტუმარი ირაკლი ალასანია იქნება. ვისაუბრებ ჩრდილოატლანტიკურ პერსპექტივაზე, შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე, რუსეთის აგრესიულ რევიზიონიზმზე, უკრაინის კრიზისის შედეგად შექმნილ ახალ საერთაშორისო რეალობაზე. ვისაუბრებთ იმაზეც, თუ რა გავლენა აქვს შიდა პოლიტიკურ პროცესებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე და ქვეყნის ეკონომიკისა და უსაფრთხოების ურთიერთკავშირზე. ამერიკელ მეცნიერთა ნაწილი 400 ჰომოსექსუალი მამაკაცის დნმ-ის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ სექსუალურ ორიენტაციას გარკვეულწილად გენეტიკა განაპირობებს. სწორედ ამ თემას მიმოვიხილავთ გადაცემის მეორე ნაწილში. მოკლედ დაგველოდეთ წინ საინტერესო სტუმრებთან საინტერესო საუბარიგელით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თეორემას პირველი ნაწილის სტუმარი არის საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. გამარჯობა ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა რომ თეორემაში გვეწვიეთ. მშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. უელსის სამიტის შემდეგ საქართველო იქნება უფრო მეტად დაცული. ეს განცხადება თქვენ რუსთავი ორის ეთერში გააკეთეთ. როგორც მივხვდი საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებაზე. ძალიან კარგი იქნება თუ ეს ასე მოხდა. ოღონდ სანამ უშუალოდ ამ თემაზე ვისაუბრებთ, მინდა გკითხოთ. თქვენ ბოლო ვიზიტისას ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მოთხოვნა დააყენეთ. საზოგადოების ნაწილი ამას აღტაცებით შეხვდა, მათ შორის მეც. მაგრამ თქვენივე თანაგუნდელებმა და არა ისეთმა თანაგუნდელებმა, ვიღაც მარგინალმა პარლამენტარებმა, არამედ მაღალი თანამდებობის პირებმა გაკიცხეს და ამას უწოდეს რაღაც შეუთანხმებელი მთავრობასთან და ასე შემდეგ. ეხლა ეს არ არის თქვათ რაღაცა ბუსუსებიანი პრეზერვატივების თემა, ან თუნდაც ის საკითხი, ვინ მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას ხელს, ხო? ეს არის საქართველოსთვის სამკვირო სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი. რითი აიხსნება აი ესეთი რეაქციები მთავრობის გუნდიდან საქართველოსთვის ყოფნა არ ყოფნის საკითხის გარშემო? პირველ რიგში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. საკითხები დღეს რაზეც ვიმსჯელებთ ბუნებრივი არის სასიცოცხლო მნიშვნელობის მართლაც და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელი. და ჩემი ვიზიტიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ერთგვარი გაგრძელება იმ ძალიან წარმატებული ვიზიტის, რომელიც ჰქონდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, როდესაც ის შეხვდა პრეზიდენტ ობამას, ვიცე-პრეზიდენტს და იქ საუბარი იყო სტრატეგიულ ურთიერთობებზე საქართველოს ამერიკას შორის და მათ შორის იყო საუბარი ბუნებრივია საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაზე. სწორედ ამის გაგრძელება იყო უკვე ჩემი ვიზიტი, სადაც ერთ-ერთ ატლანტიკური საბჭოს ძალიან მაღალი დონის განხილვაზე, როდესაც მკითხეს ბუნებრივია რა რეაქციები უნდა გააკეთოს ნატომ იმისთვის, რომ შეაკავოს რუსეთის აგრესია, მზარდი აგრესია, მე ვუთხარი, რომ უნდა შექმნოთ ახალი რეალობა. თქვენ უნდა გააჩინოთ რეალობა, იმიტომ რომ აქამდე რეალობას აჩენდა რუსეთის ფედერაცია. ერთ-ერთი ელემენტი ამისი, მე ბევრ ელემენტზე ვისაუბრე იქ, იყო ნატოს სამხედრო, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდა ნატოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და არა მხოლოდ ნატოს წევრი, არამედ პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდას და ამ კონტექსტში ვთქვი სწორედ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდაზე. შემდეგ ეს უტრირებული იყო რუსებმა ამას დაარქვეს ანტისარაკეტო სისტემა, ეს აბსოლუტურად განსხვავებული თემებია, თქვენც იცით. და ბუნებრივია, ჩემი ყველა განცხადება, ჩემი ძალისხმევა, რომელიც როგორც თავდაცვის მინისტრის ჩემს კომპეტენციაში შედის, უშუალოდ არის შეთანხმებული მთელ კაბინეტთან და მათ შორის პრემიერ-მინისტრთან. უშუალოდ საბჭოს მდივანი, ფრაქციის ვიცე-სპიკერი. გეუბნებით კაბინეტთან.
რაც შეეხება უშუალობის საბჭოს მდივანსაც და ზოგადად ჩვენ პრეზიდენტთან გვაქვს ძალიან კარგი სამუშაო ატმოსფერო შექმნილი. პერიოდულად თავდაცვის მინისტრის და მათ შორის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელიც, გენშტაბის ხელმძღვანელიც მას ვახსენებთ რა მდგომარეობაა შეერაღებულ ძალებში და მე შემიძლია დაგიდასტუროთ და მე მგონი იმ განცხადებაშიც თავად უშუალობის საბჭოს დივანმაც თქვა, რომ ის მხარს უჭერს. ეს მხარს უჭერს ამ ასე ვთქვათ იდეას. ეხლა რაც შეეხება თვითონ რას უნდა ველოდებოდეთ, რა არის ის მოლოდინი, რომელიც აქვს საქართველოს და რატო ეს განსაკუთრებული შემთხვევა და რატო გაჩნდა ჩემი გადმოსახედიდან ისტორიული ფანჯარა. რომ ჩვენ მართლაც არამხოლოდ დეკლარაციულად ვისაუბროთ ნატოში და სამიტების ასე ვთქვათ კომუნიკეებში რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, არამედ ქმედებები განხორციელდეს, როც რეალურად გაზრდის ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და მათ შორის მთავარი პრიორიტეტი, შემიძლია დაგიდასტუროთ, ეს არის ჩვენი საჰაერო სივრცის დაცვა, კონტროლი და დაცვა. იყო შედგა ერთი კვირის წინ დაახლოებით ზუსტად ნატო-საქართველოს კომისია, სადაც მინისტრების დონეზე, თავდაცვის მინისტრების დონეზე და მე მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობამ აღმოსავლეთ ევროპის და არამხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პირდაპირ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის, რომ გადადგა შემდეგი ნაბიჯი და მიენიჭოს მეპი. და არამხოლოდ მეპის მიღებაზე იყო აქ საუბარი არის, რომ აუცილებლობას წარმოადგენს უკვე ინვითარებაში, რაც შეიქმნა უკრაინაში, რუსეთის პირდაპირი აგრესიის შემდეგ, რომ სამხედრო შესაძლებლობები გაუზარდოთ პარტნიორ ქვეყნებსაც. ეს იყო ის, ასე ვთქვათ, სულისკვეთება, რომელიც ამ კომისიაზე ასევე დაადასტურა თავად ნატოს გენერალურმა მდივანმაც, რომ საქართველოს ის მიღწევები ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო მზად არის. ფორმალურად ეს განხილვები დაიწყება მას შემდეგ, რაც ნატო წარუდგენს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეფასებას. 4-ვე კანდიდატ, ეგრეთ წოდებულ ასპირანტ ქვეყანაზე. და არ დაგიმალავთ, იქვე აღინიშნა ისიც, რომ ძალიან ნაადრევი იყო ზოგიერთი პირველი პირის განცხადება მასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა განხილული საქართველოს და ასპირანტი ქვეყნების ბედი თავად სამიტზე. ასე რომ ფორმალური განხილვები აწი უნდა დაიწყოს და ჩვენ გვაქვს დაახლოებით 3 თვე იმისთვის, რომ აქტიურად საგარეო პოლიტიკური უწყებები და ჩვენც ჩართული ვიყოთ იმისთვის, რომ მაქსიმუმი ავიღოთ ამ სამიტიდან. თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებას პირდაპირ ეხმიანება ასევე პრეზიდენტ ობამას ახალი ინიციატივა, რომელიც იყო ალბათ ძალიან დროული, ასევე იყო ძალიან დიდი კიდევ ერთი შემაკავებელი ფაქტორის მატარებელი იმისთვის. ეს reassurance project, European აღმოსავლეთ ევროპისთვის, სადაც კონკრეტულად ნახსენებია 3 ქვეყანა, ეს არის უკრაინა, მოლდოვა და ხარდაჭერის პროგრამა საქართველო. ჩვენ უკვე ამ კვირაში ვიწყებთ, რა თქმა უნდა, უწყებაჩორის კონსულტაციებს ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან. თუ როგორ წარმოგვიდგენია აღნიშნული, ასე ვთქვათ, დახმარება, როდესაც კონგრესი დაამტკიცებს, უნდა იყოს, რა უნდა იყოს, რა საშუალებები სჭირდება საქართველოს და რა უნდა გამოიყოს საქართველოს. თუმცა რომ დავცილდეთ ცოტა, ანუ ცოტა უფრო საერთაშორისო კუთხით რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ხადია ყველა მიესალმა ობამას ამ ინიციატივას და ანუ საერთაშორისო ექსპერტებს გულისხმობ მე და თქვეს რომ კი ეს იმას ნიშნავს რომ ტრაექტორია ცოტათი იცვლება, გარკვეულწილად იცვლება და აცნობიერებენ, თქვათ, აცნობიერებს შეერთებული შტატები, თქვათ აი ამ რეგიონის დაცვის მნიშვნელობას, მაგრამ მეორე მხრივ, თქვათ აი იგივე ედვარდ ლუკასი წერდა რომ ეს ერთგვარ სისუსტესაც გამოხატავს, იმიტომ რომ თავისთავად ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თავდაცვის უნარიანობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თუ თქვათ ცენტრალური ევროპის ქვეყნების უზრუნველყოფილ იქნას. თქვენ როგორ ფიქრობთ? ედ ლუკასი ყოველთვის გამოირჩევა, თქვათ ესეთი კრიტიკული დამოკიდებულების, ზოგადად იგივე ნატოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების ძველი სტატიებით აშკარად მეტყველებს, რომ ის არასაკმარისად თulis ზოგადად იმ პოლიტიკას, რასაც დასავლეთი აწარმოებს წლების განმავლობაში რუსეთის შესაკავებლად და ძნელია არ დაეთანხმო. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ვითარება თვისობრივად განსხვავდება ჩემი აზრით და ჩემი გამოცდილებით, რაც ჩართული ვარ ამ საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, იმ ვითარებისგან, რაც იყო თუნდაც 3-4 წლის წინ. დღეს ყველა აცნობიერებს, რომ business as usual არ იქნება რუსეთის ფედერაციასთან, იმიტომ რომ ის გადალახა ყველა წითელი ხაზი, რომელიც კი შეიძლებოდა რუსეთს გადაელახა და კონკრეტულ ქმედებებზეა უკვე გადასული ალიანსი, მზადებაზე ყოველ შემთხვევაში და აქ ჩვენს აქტიურობას საქართველოს მხრიდან მართლაც ერთსულოვნების
დანახებას ჯერ ეს ერთი საზოგადოებისაც და პოლიტიკური ძალებისაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. და იმავე კონტექსტში მინდა გითხრათ, რომ ჩვენს შეხვედრებზე, უკვე ორმხრივ შეხვედრებზე ეს იქნებოდა ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ესე ვთქვათ, საფრანგეთის, კანადის მინისტრებთან აშკარად იგრძნობა დიდი სოლიდარობის განცდა და სურვილი იმისა, რომ საქართველოს მეტაპობრივად უახლოეს წლებში ეს ერთხმაში არ განხორციელდება, შეიქმნას ისეთი შესაძლებლობები, რომ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზეც, ასევე არ მინდა გამომჩეს, რომ აშკარაა, ვიდრე არ ამოქმედება მეხუთე მუხლი ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის საქართველოზე, მანამდე უსაფრთხოების გარანტიები ნატოსგან ჩვენ არ გვექნება. და ეს აუცილებელია, რომ ქართულ საზოგადოებამაც კარგად გაიგოს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ შემდეგი ნაბიჯი მეპი თუ სხვა ნებისმიერი ფორმა ის იქნება ვალიდაცია და დადასტურება იმის, რომ საქართველოს ორგზაზეა და უფრო ახლოს მოწიონ და ამავე დროს პარალელურად ჩნდება ახალი ურთიერთობა უკვე სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის. კი ბატონო, თუმცა ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით ჩვენ თავს არ ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში არ ვიტყუებ და არ ვიტყვი, რომ თქვათ უფრო წინ ვართ, ვიდრე ვიყავით, თქვათ იგივე მერკელის კანცლერ მერკელის განცხადებაც საკმარისია ამისთვის, ის ამბობს, რომ საქართველოს მაps ვერ მიიღებს, აი ახლა ოსის სამიტზე ეს განხილვის თემა არ იქნება. იგივე მოხდა ზუსტად 2008 წელს ბუქარესტშიც, თუმცა მაშინ ამერიკას უფრო თქვათ რაღაცა მიმწოლი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ ამან ვერ გაჭრა. ეხლა რეალურად ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს 2008 წელსაც მზად იყო მეპისთვის, თუ სხვა ქვეყნების გამოცდილებას შევხედავთ, დღეს ხო საერთოდ მზად არის, მაშინ როდესაც თქვა დემოკრატიული გზით მოხდა ხელისუფლების თქვა გადაცემა და ასე შემდეგ. იგივე ალბანეთის მაგალითი რო გავიხსენოთ, $100 კალაშნიკოვს იყიდი ქუჩაში მაშინ, როდესაც მათ მეპი მიიღეს, მაგრამ ფაქტია, რომ გერმანია არ თანხდება ჩვენ რუსეთის განაწყენებას. ნიშნავს თუ არა ჯერ ესერთიც ეს თქვენი გადმოსახედიდან რომ რუსეთს ვეტოს უფლება აქვს მაპის გაფართოვებაზე გერმანიის დახმარებით რას აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისთვის რომ გერმანიის წინააღმდეგობა დაიძლიოს და მე კიდე ერთი კითხვა მაქვს რომელსაც აღარ გერმანია არის და ამას რეალობა გვიჩვენებს ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელი ევროპული და ევროატლანტიკური პოლიტიკის აქედან გამომდინარე ის ძალისხმევა რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს მათთან ურთიერთობის გაღრმავების არის ჩემი აზრით პირველ რიგში გამოიხატება იმით რომ მეტინდობა გაჩნდეს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ გადავწყვიტეთ ერთ გერმანელებთან ერთად რომ ახალ ოპერაციაში პოსტ-აისაფის შემდეგ ჩვენი ქვედანაყოფები და გერმანიის ქვედანაყოფები ერთად იქნებიან ჩრდილოეთით მაზარი შარიფში ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მეტყველებს თვითონ გერმანიის მხრიდანაც რომ უნდა საქართველოსთან გააღრმავოს ურთიერთობა და მე არ შემიძლია არ შევეხო ბოლონდროიდელ ვიზიტს ჩვენი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის სადაც ოფიციალური შეხვედრების დროს აშკარად დაფიქსირდა გერმანიის მხრიდან დიდი სურვილი რომ ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავოს ჩვენს ქვეყანასთან იგეგმება ძალიან მრავალი ღონისძიება მათ შორის ეკონომიკური ინვესტიციის ხელშეწყობის ხასიათის რაც ჩემი აზრით აუცილებელი პირობაა იმისთვის რომ პოლიტიკურად მოვამწიფოთ გერმანია საქართველოს ურთიერთობები იმისთვის რომ მომავალში ესე ვთქვათ ბარიერებს არ წავაწყდეთ ეს არის რეალობა ჩვენ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და მხოლოდ სასურველი არ უნდა გავასაღოთ რეალობა და აქედან გამომდინარე საგარეო პოლიტიკური უწყების ძალისხმევა და მე მინდა შემიძლია გითხრათ რომ ბოლო წლების განმავლობაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან წარმატებულად იყო განმტკიცებული კიდევ უფრო არაღიარების პოლიტიკა წარმატებულად მიდის ასევე მეტი მხარდამჭერების მოპოვება იგივე ჩვენი დევნილების და იძულებული გადაადგილებული პირების გაეროს რეზოლუციის ანუ აშკარად ნაბიჯ ძლიერდება საყოველთაო სოლიდარობის განცდა საქართველოს მიმართ ამის კაპიტალიზაცია რომ მოხდეს თავდაცუნარობის ამაღლებაში ამას სჭირდება რა თქმა უნდა ძალიან დიდი შრომა ჩვენი მხრიდან მაგრამ მე ვთვლი რომ როგორც არასდროს ისე ახლო ვართ ამ გადაწყვეტილებებთან და ჩემი როგორც თქვენ დაიწყეთ თქვენი გადაცემა რომ საქართველოს უფრო დაცული იქნება ის პროექტები რაზეც გვაქვს საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებთან საფრანგეთთან ნატოსთან ჩვენს ქვეყანას მართლაც გადააქცევს უფრო დაცულ ქვეყანას კი ბატონო ამასთან დაკავშირებით მე
გადაცემის ფორმატი მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ცოტა სკეპტიკურად შევხედო იმას, თუ რამდენად არის დაკავშირებული საქართველო-გერმანიის ურთიერთობაზე ჩვენი პროგრესი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართულებით, ეს უფრო გერმანიის დამოკიდებულებაზე რუსეთთან არის ალბათ მიბმული, მაგრამ სხვა რამე მინდა გკითხოთ, აი, როდესაც თქვენ ამბობთ იმას, რომ ბევრი ფაქტორია, შენი უნდა გააკეთო. კი, ცხადია და აი ჩვენის გაკეთებაზე როცა ვსაუბრობთ, ფაქტია, რომ ჩვენთვის მთავარი, ვთქვათ, გზავნილი რაც უნდა იყოს, ჩემი გადმოსახედიდან ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე არის ის, რომ რუსეთი ჩვენთვის არის საფრთხე და რეალურად ჩვენ ნატოში ინტეგრაცია იქნება ეს თუ თავდაცვა თუ თავდაცვა ვისგან გვჭირდება თავდაცვა, ხო? რუსეთისგან. მაშინ როდესაც საინტერესო შეკითხვა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე. რუსეთმა რო გაავრცელა, რაში ჭირდება თავდაცვითი შეერაღებები, რის გამო დაიცვას თავეო. აუხსნით. მაგრამ მანდ არის, აი, ამ ფონზე, როდესაც ჩვენ უნდა, ვთქვათ, აი, ამის ახსნაში ვიყოთ ევროპელებისთვის, რომლებიც თვითონაც ახლა დიდად თავის ადგილობას უარ უნდა არავის საქართველოს პრობლემით, განსაკუთრებით ძველ ევროპელებს გულისხმობ, ბებერ ევროპას გულისხმობ, ხო? გერმანიაში ჩადის და კანცლერს ეუბნება, რომ ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან გაუმჯობესდა. ეს მაშინ, როდესაც მართულხარდების გაბმა ხდება, ეს მაშინ, როდესაც ვთქვათ, დეოკუპაციის საკითხი საერთოდ არ განიხილება. რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ეს? რატომ უნდა დაიცვას სხვამ, რატომ უნდა დაგვიცვას ჩვენ სხვამ რუსეთისგან, მაშინ, როდესაც თვითონ პრემიერს აქვს ესეთი პოზიცია, რომ გაუმჯობესებულია ურთიერთობა? მოდი ცოტა გენერალიზაცია გავაკეთოთ ახლა ამ საკითხის და პირდაპირ არა, და მე კონკრეტულად მივალ თქვენ შეკითხვამდე. ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ აირჩია ცოტა განსხვავებული გზა, ვიდრე ქონდა წინამორბედ ხელისუფლებას. წინამორბედი ხელისუფლების დამოკიდებულება იყო ძალიან პოლარიზებული რუსეთის ფედერაციასთან, რიტორიკის და სამხედრო რიტორიკის გაზრდა და ამ კუთხით ცდილობდნენ ყურადღების მიპყრობასაც და საკუთარი საგარეო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ამოცანების შესრულებას. ეხლა ეროვნულ ამოცანად რო გვიდგას ყველა ხელისუფლებას ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია და ევროპულ ოჯახში შეღწევა, ეს არა მხოლოდ წინა ხელისუფლების, წინა ხელისუფლების ეროვნული ამოცანაც იყო და ამ გზაზე ბევრად უფრო დავახლოვდით, რაც დრო გავიდა. ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა. ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომ იოტის ოდენათაც არ გავაკეთოთ კომპრომისი არც რუსეთთან, არც არავისთან. ამ თავარი პრინციპების და ამოცანის მისაღწევად, მათ შორის ბუნებრივია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის შესანარჩუნებლად დასაცავად და შემდეგ აღსადგენად, მაგრამ ამავე დროს გავხსენით კეთილინებით ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებით ფანჯარა იმისთვის, რომ რუსეთთან ნორმალიზება დავიწყოთ ურთიერთობის. ეხლა რა მოყვა ამას? ფაქტებით ვისაუბროთ. პირველი, ის რომ როდესაც ჩვენ კეთილინების პოლიტიკური ნაბიჯი გადავდგით, რომ ოლიმპიადაზე გავუშვით ჩვენი ასე ვთქვათ, ოლიმპიელები, აქაც საზოგადოებაშიც გაყოფილი იყო აზრი ბუნებრივია, მაგრამ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რომ დემონსტრირება გავკეთა სოფლიოსთვისაც და რუსეთისთვის. ჩვენ არ ვთვლით, რომ ჩვენი ურთიერთობა უნდა მხოლოდ და მხოლოდ წავიდეს უარყოფითი გზით. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ დავიწყოთ ურთიერთობების ნორმალიზება და ამან დამერწმუნეთ ყველა საერთაშორისო ორმხრივ თუ მრავალფორმატიან შეხვედრაზე პირდაპირ მხარდაჭერა მოიპოვა ყველა ჩვენი დასავლელი კოლეგისგან. ეს არის სწორი გზა, თქვენ რაც შეიძლება ნაკლები მიზეზი უნდა მისცეთ რუსეთს და მიზეზებს არ ვაძლევთ და გააგრძელოთ თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციას, ინსტიტუტების გამყარება და უფრო მეტი დაახლოება ევროკავშირთან და ნატოსთან. შემდეგ დანიშნა პრემიერ-მინისტრმა საკუთარი სპეცსარუმადგენელი მოლაპარაკებების პროცესში. ამას მოყვა ძალიან მცირე, მაგრამ მაინც პოზიტიური ნაბიჯები, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქციის გატანა რუსეთის ბაზარზე. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მაქსიმალურად შევქმნათ ისეთი ატმოსფერო, რუსეთს იოტის ოდენა მიზეზის არ მივცეთ იმისთვის, რომ დაგვაბრალოს ან პოლიტიკური თავდასხმისთვის გამოიყენოს, ან თუნდაც სამხედრო ესკალაციისთვის. ამით ჩვენ ძალიან მომგებიან პოზიციაში ჩავიგდეთ თავი, იმასთან ერთად, რომ ვაგრძელებთ შეუქცევდათ სვლას ევროპისკენ და ევროატლანტიკური. უკრაინამ რა მიზეზი მიცა რომ ჩავარდა ამ მდგომარეობაში? უკრაინა ჩემი აზრით აბსოლუტურად განსხვავებული თემაა. უკრაინაში თვითონ სახელმწიფო იყო ძალიან სუსტი. სახელმწიფომ და შიდა პოლიტიკურმა პროცესებმა მისცეს რუსეთს ის მიზეზი, რაც გააკეთეს. იყვნენ ინფილტრირებული, იყო კორუფციის უმაღლესი დონე და რუსეთმა ეს გამოიყენა ძირითადად. და დღესაც იყენებს ჩვენ და სამწუხაროდ. და იქ სხვა პროცესები იყო აბსოლუტურად. საქართველოს ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ანალოგია არის. პოლიტიკური გზავნილების უმაღლესი პოლიტიკური ელიტის გზავნილებზე ამ პოლიტიკური ძალის არჩევანი.
წინა ხელისუფლებას თავისი არჩევანი ჰქონდა, ამას შეაფასებ ამორჩეულებმა თუ რა შედეგები მოყვა ამას, ჩვენ შეგვაფასებ შემდეგი ხელისუფლება და ასე ეს არის ის პოზიცია, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს. წინამორბედსაც და მე კონკრეტულად ვიტყვი ირაკლი ღარიბაშვილზე. არ ყოფილა არც ერთი ფორუმი, ორმხრივი შეხვედრა დახურული თუ სხვა, რომ საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს თავდაცვის სამართლების საკითხი არ დაეყენებინა. მე გავიხსენებ მიუნხენის ფორუმს, მე გავიხსენებ ბერლინში შეხვედრას, სადაც თქვა დევნილების საკითხი არც უხსენებია, აფხაზეთის საკითხი არც. ღია რიტორიკა აბსოლუტურად სხვა არის და ის თუ რეალურად როდესაც საუბრობ ორმხრივ ურთიერთობებში და აყენებს საკითხებს ორმხრივში თუ მრავალმხრივში, ეს კიდე სხვა თემაა. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სხვა გზავნილები გაქვს და საჯაროდ სხვა. არა, სხვა არა. სხვადასხვა არა, უბრალოდ დახურულს კარს მიღმა ჩვენ ვსაუბრობთ ქმედებებზე, რომელიც უნდა ერთობლივად განვახორციელოთ. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან იგივე ეკონომიკურ აქტიურობაზე ვისაუბრეთ და ამავე დროს არ გვინდა მიზეზი მივცეთ ნებისმიერი ფორმით რუსეთს კიდევ ერთხელ თუ კომპრომისი ტერიტორიულ მთლიანობაზე ჩვენ ევროატლანტიკურ არჩევანზე არასდროს არ მომხდარა და არც მოხდება. დრო გვიჩვენებს, რამდენად წარმატებული იქნება ეს ტაქტიკა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. კიდევ ერთხელ ვთქვი, ეროვნული ამოცანა ყოველთვის იყო ერთი, ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მეთოდები ამ ამოცანის მიღწევის სხვადასხვა მთავრობებს სხვანაირი აქვს, ჩვენ ეს ავირჩიეთ. კი ბატონო, იცით რა არის ჩვენ ეს ავირჩიეთ, როცა საუბრობთ, საუბარი გამოცდილებაზე დაყრდნობით. კი, ჩვენ ეს ავირჩიეთ, როცა საუბრობთ, თქვათ, ესე კონტექსტი ვინც არ იცის, მისთვის ეს წარმოჩინდება, როგორც თქვენ, როგორც სამთავრობო გუნდით, მაგრამ თქვენ, მაგალითად, კონკრეტულად თქვენ და ირაკლი ღარიბაშვილს საკმაოდ ესეთი ხანდახან რადიკალურად განსხვავებული შეფასებები გაქვთ ხოლმე ფაქტების. აი მაგალითად აფხაზეთის თემა ავიღოთ, ცოტა ხნის წინ ტრადიციას არ უღალატა მისი წინამორბედის მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას და 4 საათიანი პრესკონფერენცია გამართა ირაკლი ღარიბაშვილმა, სადაც ისაუბრა იმაზე, რომ აფხაზეთში რაც ხდება, ეს არის შიდა გადაადგილება, სტილი დაცულია, ზუსტად ესე თქვა, მაშინ, როდესაც თქვენ ამას უწოდეთ რუსეთის ცენტრალურ უმაღლეს ეშელონებში დაგეგმილი ოპერაცია. შიდა გადაადგილება რუსეთი არ არის ხო აფხაზეთის შიდა რატო გეკითხებით ამას თქვენ მე ეს რაღაცნაირად განმარტეთ რომ რუსთავის ჟურნალისტმა პატა იაკობაშვილმა კითხათ კიდეც რომ აი ესეთი განსხვავებული შეფასებები რო კეთდებაო ეს როგორ გავიგოთო და თქვენ თვით რომ ზოგიერთს არ მიუწვდება ხელი სადაზვერვო ინფორმაციაზე ხო ირაკლი ღარიბაშვილი არ არის ის ადამიანი ვისაც არ მიუწვდება ხელი მე ზოგადად საზოგადოებიდან წამოსულ სხვადასხვა შეფასებებზე ვსაუბრობდი რაც შეეხება შიდა გადაადგილებებს ბუნებრივია არავისთვის დასამალი არ არის რომ გუნდები de facto ხელისუფლებაში 20 წლის განმავლობაში უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ეს არის ცალკე ამკვაბია ლაკერბაიას გუნდი, შამბას გუნდი და ბუნებრივია შიდა გადაადგილებები ყოველთვის მიდიოდა და მომავალშიც იქნება. ანუ შიდა დაპირისპირება რო არსებობს თვითონ აფხაზურ საზოგადოებაში და აფხაზურ de facto პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ეს უდავოა და ამას მე მგონი მე და თქვენც ვეთანხმებით. ორკესტრირებული ეს და ბუნებრივია ეს მე მაქვს ამის ინფორმაციაც და შემიძლია გითხრათ, იყო რუსეთის ფედერაციის უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან. თუმცა თქვენ არჩიეთ ამისთვის სახელი დაგერქმიანთ, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტა ამის შესახებ არ ესაუბრა და თქვა რომ ყველაფერი ვიცით, ასე შემდეგ. სახელს, ანუ ხანდახან ნიჩაბს არ ქმნებს, მნიშვნელოვნად თუ call spade აი ეს ხო არის, ანდაზაც არის ესეთი ცნობილი. ამას იმიტომ გეკითხებით რომ ხა თქვენ მეუბნებით რომ თქვა გუნდი ერთიანია, რა ჩანს თქვა გარეშე დამკვირვებლისთვის და აქ არ არის საუბარი. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ რა, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც გვაკავშირებს, გვაერთიანებს ის ამოცანების ირგვლივაც ეს მთავრობა ჩამოყალიბდა. პირველი ეს არის რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში შევქმნათ ისეთი თავდაცვითი და უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ქართულ საზოგადოებას მისცემს განვითარების საშუალებას ეკონომიკურათაც, ინსტიტუციურათაც. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი ამოცანის მისაღწევად ის რომ საქართველო გახდეს სტაბილურობის მატარებელი უცხოელი ინვესტორებისთვის. როდესაც შენ იძახი რომ მუდმივად რომ ხვალ, ზეგ, ყოველთვის საფრთხეა სამხედრო მოქმედებების განახლების, ბუნებრივია ეს მოქმედებს და მე მახსოვს აბსოლუტურად კონკრეტული ასე ვთქვათ საუბრები ჩვენს უცხოელ კოლეგებთან რომ თუ გინდათ რომ ჩვენი ინვესტორები თქვენთან წამოვიდნენ, გააჩინეთ სტაბილურობის განცდა. რა თქმა უნდა, სტაბილურობის განცდა რეალობას მოკლებული არ უნდა იყოს და კონტექსტიდან ვერ ამოაგდებ, მაგრამ აბსოლუტურად სწორედ არის ეკონომიკური გუნდი ჩვენი მიდრეკილი და მიმართული იქითკენ, რომ შექმნან ისეთი პირობები, რომ უცხოელ ინვესტორებს კონდეს მაქსიმალურად დაინტერესება საქართველოში ბიზნესის კეთების. ეკონომიკურ საკითხებს აუცილებლად დაუბრუნდები. ერთადერთი, აი ვთქვათ,
ჩემთვის და გარეშე დამკვირვებლისთვის უბრალოდ მაგალითად როდესაც ამბობთ რომ გუნდი არის შეკრული და თქვა ჩვენ ვცდილობთ რომ უსაფრთხოების ისეთი სისტემა შევქმნათ რომელიც მომავალში ვთქვა და ხედავ რომ ამას ვცდილობთ მართლა რამდენად გეხმარება თამაში მინისტრი ჭიკაიძე რომელიც ამბობს რომ კომპეტენტური არ არის ამ საკითხებში მაგალითად გვჭირდება თუ არა ნატოს თავდაცვითი სისტემა საქართველოში ჭიკაიძეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თავის კომპეტენცია აქვს და ბუნებრივია ჩემი პრეროგატივაა შევთავაზო მთავრობასაც და საერთაშორისო ურთიერთობებშიც ვისაუბრო რა და რომელი თავდაცვითი სისტემებია ჩვენი გამოწვევებისთვის საჭირო. მას აქვს კომპეტენცია ძალიან დიდი, ეს არის მართლმსაჯულების დაცვა, კონტრდაზვერვითი, კონტრტერორისტული ოპერაციების მართვა, საქართველოს დაცვა ესეთი გამოწვევებისგან. და მე შემიძლია გითხრათ, რომ რეგულარული შეხვედრები გვაქვს უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში, სადაც მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა, გვაქვს ორმხრივი, ასე ვთქვათ, ერთობლივი თათბირები, პრაქტიკულად ყოველთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, ჩვენს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ გამოირიცხოს ის შეუთავსებლობები, რომელიც სტრუქტურული შეიძლება იყოს თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ძალებსა და იგივე თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებს შორის. ყოველ დღე იხვეწება ურთიერთქმედება და მაღლდება. ამიტომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად უცვლით ერთმანეთს ყველა ასე ვთქვათ, უზიარებთ ერთმანეთს იმ გამოცდილებას, რაც შეეხება სხვა წევრებს მთავრობის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ის ასთა სხვადასხვაობა გვაქვს. და უშინაც უსაფრთხოების საბჭოზე ძალიან ცხარე და ჯანსაღი ასთა გაცვლა გამოცვლა გქონდა ძალიან ბევრ საკითხზე. მაგრამ საბოლოოდ თავხდებით რა უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ხას მივყვებით. კი, ასთა სხვადასხვაობა გასაგებია, კიდევ ერთხელ ამბობ, ასთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს იმაზე, ვთქვათ, ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, როგორც დავიკითხოთ კონსტიტუცია, მაგრამ იმაზე გვჭირდება თუ არა ნატოს საჰაერო თავდაცვა, ამაზე თუ ასთა სხვადასხვაობა ერთ პოლიტიკურ კუნთში, ეს უკვე რაღაცა სხვადასხვაობა რო ეს მან თქვა, რომ ეს არის თავდაცვის მინისტრის პრეროგატივა. არა, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, ამას ნატო გადაწყვეტს, ცხადია ნატო გადაწყვეტს. ჩვენ როგორ უნდა გადაწყვეტოთ. მე არ ჩავებმები პოლიტიკურ შიდა პოლიტიკურ დებატში, მაგრამ პრემიერი არის ინსტიტუტი და მის მიმართ უნდა იყოს ნდობა, მის მიმართ გამოყენებული ლექსიკა მიუღებელია. ეს არის კიდევ ერთი განცხადება, რითიც დაიწყეთ თქვენ რუსთავერში, თქვენი ეთერი. არა, მაგას კონკრეტული წინაპირობა ჰქონდა. კი, მანამდე, ცხადია, ვიცი მე რა ხდება. არასწორი, ჩემი აზრით არასწორი ლექსიკით მოიხსენიეს პრემიერ-მინისტრი, აქედან გამომდინარე. მე ზოგადად დელიკატური ურთიერთობების მომხრე ვარ ხოლმე, როცა ამის შესაძლებლობა იძლევა, არსებობს, მაგრამ იცით ალბათ რომ პატივისცემა ორმხრივი გზა არის, ხო? პრემიერის კრიტიკოსები ხედავენ, მიუხედავად იმისა, ისინი ვთქვათ, აი პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, უბრალოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან თუ ჟურნალისტები არიან, ხედავენ სრულ უპატივცემულობას პრემიერის მხრიდან, სულელი პლანტაციაზე ვამუშავებ, ვინ დაგაბარათ ეს კითხვები, ქვეყნის ინტერესებისთვის ძირგამომთხრილი საქმიანობა, ну საუბარი არა. უნდა მივიღოთ თუ არა, ვთქვათ, თქვენი პოზიცია, გარკვეულწილად პრემიერის კრიტიკადაც. როდესაც ამბობთ, რომ მოდი ახაც გენერალიზაცია გავუკეთოთ და შევაფასოთ ის ვითარება, რაც არის დღეს წინასაარჩევნოდ ქვეყანაში. ის ელემენტები, რაც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი უნდა იყოს, როგორია დღეს და როგორი იყო ძველად. ავიღოთ იგივე მედიის თავისუფლება. მე და თქვენ აბსოლუტურად ჩვეულებრივად თქვენს ტელევიზიაში ვსაუბრობთ, ასევე ყველა მედია, ყველა აღიარებს სხვადასხვა ნატოშიც, რომ პირობები შექმნილი კონკურენტული, ასე ვთქვათ, კამპანიისთვის მედიის კუთხით არსებობს, რესურსების მოძიების კუთხით არსებობს, რაც არ იყო წინა და ეს არის ერთობლივი ცვლილების მონაპოვარი. ტაბულას რეკლამა არ აქვს. არ ვიცი, არა ვარ მაგას ჩახედული. მე ვარ ჩახედული ასე რომ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აბსოლუტურად მიცემული აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას შესაძლებლობა კონკურენტულ გარემოში იყოს და აწარმოოს კამპანია. კი, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებებიც იგივე, რაც კრიტიკის საფუძველი ყოველთვის იქნება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც, ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ძირითადი ღერძი, ისეთი როგორიც არის ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ქვეყნის თავდაცვაზე, მაინც უნდა დაიცვას. კი ბატონო. და თქვენ თვითონ ახსენეთ, რომ ურთიერთკორექტულები უნდა ვიყოთ. ამას ვცდილობთ რომ დავამკვიდროთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერადაც არ დაიწევს ის სტანდარტი, რომელიც წინა არჩევნების დროს დავამკვიდრეთ ჩვენს ქვეყანაში. იგივე საპრეზიდენტო არჩევნები იყო განსაკუთრებულად მაღალი შეფასების მატარებელი და ყველა დარღვევა, რომელზეც შეიძლება თქვენც ისაუბროთ და რომელიც ტელევიზიებით ჩანს,
ყველა დარღვევა არსებობს სპეციალური წყობაჩორისი კომისია და მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს რომ ისინი აბსოლუტურად კომპეტენტურად გამოიძიებენ. რომლის თავმჯდომარეც არ ერიდება პოლიტიკურ განცხადებებს, ოპოზიციურ პარტიას უწოდებს ინკვიზიციურ პარტიას, იქ რაღაცა ანუ აბსოლუტურად მიკერძოებულ განცხადებაზე. მე ვიცი, ანუ ამაზე პასუხისმგებია თქვენ არ მოგთხოვთ ახლა ამ შემთხვევაში, იმიტომ კი თქვენი თანაპარტიელი მეც ვიცნობ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან ობიექტური იქნება მაშინ ჩვენ მეც ვიცნობ, თუმცა მე მახსოვს წინა უწყებათა შორისი კომისია, როდესაც იმ პერიოდში, როდესაც უწყებათა შორისი კომისია ფუნქციონირებდა, პოლიტიკური განცხადებები არ კეთდებოდა ამ პიროვნების მხრიდან, ვინც ხელმძღვანელობდა ამ კონკრეტულ თქვენ ამბობთ წინა ხელისუფლების დროს ეს სტანდარტი იყო დამკვიდრებული, რაც ამ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ დაირღვა, მაგრამ არა უშავს, გადავიდეთ სხვა საკითხებზე. ეხლა ხედავთ, რომ ისტორიულ გასაყარზე ვართ, ხო? ქვეყანა არის ისტორიულ გასაყარზე. მართლა საქართველოს ბევრს მიაღწია, 9 წელი რამდენიც არ უნდა ვთქვათ პრემიერმა აგინოს იმ 9 წელს. ფაქტია, რომ იმ 9 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრიობას მნიშვნელოვანი საფუძველი თუ არ ჩაეყარა, ყოველ შემთხვევაში დაემატა მაინც. მოხდა ძალაუფლების მშვიდობიანი ტრანზიცია, მოხვედით თქვენ ხელისუფლებაში, დეკლარირებული კურსი არის თქვენი ნატოსკენ და ევროკავშირისკენ და როდესაც აი ვთქვათ ერთი მხრივ ვთქვათ რეალურ კონტურებს იძენს ჩვენი ევროინტეგრაციის პერსპექტივა, მეორე მხრივ არ ნახულ მასშტაბებს იძენს რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმი, ხომ? ფაქტობრივად მთელი საერთაშორისო წესრიგი არის აყირავებული, ვთქვათ უკრაინის კრიზისის შედეგად. ხომ არ ფიქრობთ, რომ იმის რომ ცოტა სახიფათოა? ბოდიში, ავად ვიყავი ცოტა ხნის წინ, ეხლა გამოვჯამრთელდი. იმ სახიფათოა იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ, იგივე მთავრობის ხელმძღვანელი მთავრობა ზოგადად ხელს უწყობდეს კონსოლიდაციას, ვთქვათ, პროდასავლური ძალები იქნება ეს თუ სხვები, ვთქვათ, საზოგადოების სხვა წევრები, საერთო ღირებულებების, საერთო ევროპული ფასეულობების გარშემო ადგილი აქვს პოლარიზაციას, რაღაცა კინკლაობას, ვთქვათ, ერთმანეთის დევნას, ვთქვათ, იქ ხედავთ, რომ ქართული ოცნების ანუ მმართველი პარტიის აქტივისტები ისვრიან იქ რაღაცა კვერცხებს, არის ძალიან უშნო მახინჯი პროცესი მიმდინარეობს ქვეყანაში. რა ხომ არ გეშინიათ, რომ ამ გარანტიას შეიძლება, ამ კინკლაობას შეიძლება ქვეყნის ინტერესები გადაყვეს? ჯერ ეს ერთი თქვენ თავად ახსენეთ, რომ პოლარიზაციის კუთხით ქვეყანაც საზოგადოებაც აქ არ არის ჯერ მხოლოდ პოლიტიკურ ძალებზე საუბარი, თვითონ საზოგადოებაშიც მეტი ურთიერთგაგების ხარისხია მისაღწევი და ასამაღლებელი და ბუნებრივია გეთანხმებით ერთ რამეში, რომ პოლიტიკოსებმა, როგორც პრეტენზიის მატარებლებმა, რომ რაღაც პოლიტიკურ კულტურაზე, დაკვირვებაზე უნდა ასე ვთქვათ, ვიზრუნოთ, მეტი უნდა გავაკეთოთ და აქ არის საუბარი კიდევ ერთხელ ვიტყვი, არა ხელისუფლებაზე კონკრეტულად მხოლოდ, არამედ ზოგადად საზოგადოებაში შექმნილ პოლარიზაციაზე. ეს არის ჩემი აზრით წინასაარჩევნო კამპანიისას გამძაფრებული ემოციები, რომელიც ყველა კამპანიაში არის და მთელ მსოფლიოში ხა სხვასაც დააკვირდები, ხა კვერცხის როლა არ ვიცი, მაგრამ და ქვების, მაგრამ ძალიან მძაფრია ხოლმე წინასაარჩევნო, ასე ვთქვათ, ვითარება. ჩემი გადმოსახედიდან, როგორც კი დამთავრდება არჩევნები, მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი მძაფრი ემოციური შეხლა-შემოხლა საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს შორის დასრულდება და ჩვენ დავინახავთ ერთ რამეს. რომ თუ კი საქართველოს აქვს მომავალი, თუ კი საქართველოს რეალურად უნდა ის ეროვნული ამოცანა, რაზეც ჩვენ საუბრობდით, მიღწეული იქნას, წარმოუდგენელია ეს მივახციოთ საზოგადოების დიდი ნაწილის, არ ვამბობ ყველას, შეთანხმების გარეშე. ამას ბუნებრივია ყველა პოლიტიკურმა ძალამ ხელი უნდა შეუწყოს. იგივე როგორ მოიხსენებთ ერთმანეთს, იგივე როგორ პატივსცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს, პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტს და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი. ყველასი, ოპოზიციისაც, პოზიციისაც, და აქედან გამომდინარე, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის თემა, რაზეც ჩვენ საუბრობდით თავიდან, თავდაცვა, უსაფრთხოება, კონფლიქტების გადაწყვეტის გზების ძიება, ეს არის მთელი საზოგადოების საკეთებელი. აი რატო გეკითხებით? მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეც გაგრძელდება. რატო გეკითხებით აი ამ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, ძალიან პოლარიზებულ გარემოზე, როდესაც ვთქვათ, გესმის ჩვენ განცხადებები, რომ ეს ხალხი უნდა მოვაგროვოთ, ძალიან არაკოლექტული რაღაცა პლანტაციებზე ვამუშავოთ. უკრიდან გესმის შეიძლება არ არის მნიშვნელოვანი. უბრალოდ არ ვიცნობდე ყველა განცხადებას, მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ პირდაპირ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და კაბინეტის წევრები, როდესაც გვაქვს მთავრობის ხდომა, ყველა შემთხვევაში აფიქსირებს ერთ რამეს, რომ ეს უმაღლესი სტანდარტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. კი, თუმცა ნაკლოვანებები შეიძლება რაღაც ბიუროკრატიულ დონეზე სადღაც იყოს,
მაგრამ ეს აღმოიფხვრება. და არსებობს სპეციალური მექანიზმი მაგისთვის. დიდი იმედი მაქვს, თუმცა აი კვირას საღამოს, როგორც წესი, კვირას საღამოს ევროპელები, ამერიკელები ისვენებენ ხოლმე გაკეთდა განცხადება ამერიკის საელჩოს მხრიდან, სადაც საუბარია ამაზე, რომ რაღაცა with growing concern, ანუ მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საარჩევნო პროცესებს. გაკეთდა განცხადება ჩვენი შტაბის ხელმძღვანელმაც, რომ ყველა ესეთი შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული. კი ბატონო, ნუ ფაქტია, რომ არ კეთდებოდა ვთქვათ მსგავსი განცხადებები იგივე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები მაინც განსხვავებული. ეხლა ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე ვსაუბრობთ. 12 მერს ვირჩევთ და ადგილებზეც სხვა ვითარებაა ვიდრე, როდესაც ორგოლუსიანი არჩევნებია საპრეზიდენტო შემთხვევაში, ამიტომ ეს არის დიდი ტესტი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი მე ძალიან ახლად მაქვს ნანახი ევროპის საბჭოში მუშაობდი, მაშინ როდესაც 2006 წლის და 2010 წლის არჩევნები ტარდებოდა, ვიცი რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უფრო რთულია, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ცენტრალური ხელისუფლების ნება იმისთვის, რომ ადგილზე, იქ სადაც პოლიტიკური კულტურა შეურაცხყოფის მიყენება ცხადია არავისთვის არ მინდა, მაგრამ შედარებით დაბალია. და სწორედ დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნება ის, რომ 12 არჩეული მერე გვეყოლება. ანუ ჩვენ პირიქით მეტი გავიღეთ ის ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლება ადგილებზე გადასაცემად. ვიდრე როდესმე გაუკეთებია რომელიმე მთავრობა. თუმცა ცენტრალური ხელისუფლების ნება ისიც, რომ მოძალადეები არ ისჯებიან წინა ხელისუფლების სიტუაციაში. და ისჯებიან კიდევაც. ფაქტია, რომ ჯერჯერობით 100-იანი ჯარიმებით მე რა ყველაფერზე ხوار შევთანხმდებით. რატო ვამბობ ამას? აი, როდესაც თქვათ არიან სკეპტიკოსები, შევთანხმდით ამაზე, ჩვენი ნატოში ინტეგრაცია იქნება ეს თუ სხვა სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. და მათ ყოველთვის არგუმენტად მიუხედავად იმისა, რომ ეს რეალური არგუმენტი შეიძლება იშვიათად იყოს ხოლმე, მოქონდათ დემოკრატიის სტანდარტი. ხომ არ ვაძლევთ აი ესეთი დაპირისპირებებით და ვთქვათ იგივე, აი რაღაც კვერცხების სროვლით, იქ რაღაც აქტივისტების მიქსევით, იქ სადღაც რაღაც შეხვედრებზე, იგივე ზეწოლით, აი ახლა როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დედოფლის ხაროში, მაჟორიტარი დეპუტატები ყავთ დაბარებული პოლიციაში და ვთქვათ ზეწოლას ახდენენ მათზე, რომ მოხსნან თავიანთი კანდიდატურა, იგივე პოლიტიკური ოპონენტების დაკავება მასობრივი, ვთქვათ, რაღაცა დევნით დაკითხებთ. ხო არ ვაძლევთ ეროზიას, ხო არ ვახდენთ იმ მიღწევებისა, რასაც მივხვდეთ რეალურად ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, ხო? დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით, მშვიდობიანი ტრანზიციით. აი ეს ყველაფერი ხო არ არყევს ჩვენ საერთაშორისო პოზიციებს და სკეპტიკოსებს ხო არ ვაძლევთ ხელში დამატებით არგუმენტს, რომ თქვენ ჯერ არ იმსახურებთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, იგივე ზეწოლა, როდესაც განხორციელდა იგივე სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან კომისიის ხელმძღვანელზე ეს ყველაფერი იგივე ის შეხლა შემოხლა რაც იყო სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერებთან და მხარდამჭერების მიერ ერთმანეთის მიმართ ეს არ ქმნის ძალიან კარგ ფონს, ბუნებრივია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში ნატოში განხილვებზე არც ყოფილა წამოწეული ეს საკითხი, იმიტომ რომ ძირითადად ეს კონცენტრირებული იყო იმ ტრანსფორმაციაზე, რაც განიცადა ჩვენმა თავდაცვის სისტემამ, უსაფრთხოების სისტემამ, სასამართლოების უფრო დამოუკიდებლობის, ასე ვთქვათ, ხარისხის ამაღლებამ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აკვირდებიან ამ არჩევნებს და შესაბამისი დასკვნებიც დაიდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი ხელისუფლების ამოცანა სტანდარტმა არ დაიწიოს. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, რომ მინიმუმ პრესაპრეზიდენტო არჩევნების სტანდარტი არ კიდევ უფრო გავზარდოთ და ამ კუთხით ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვიტყვი, დარღვევებს, ესე დარღვევები თუ დაფიქსირდება, უნდა გამოიძიოს უწყებაჩორისმა კომისიამ და შესაბამისად, რომ დღეს ყველა საქმე თვალები გახელილი და მართლაც მიკროსკოპით აკვირდებიან ჩვენს არჩევნებს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩემი აზრით იმაზე, რომ საქართველოს მიმართ აქვს დახმარების სურვილი და იგივე ის კრიტიკა თუ იქნება, ეს არის მეგობრული კრიტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და მე დარწმუნებული ვარ, ესეც მოხდება. თქვენ ახსენეთ, რომ აი ნატო საქართველოს კომისიის ხელმაზე ეს საკითხი არ წამოსწეულაო, მაგრამ თუმცა აი რადგან დახურულ კარს მიღმა საუბარები შეეხეთ, ვთქვათ, მე ვიცი, რომ ძალიან ჩემი წყაროებიდან, ვთქვათ, იგივე ვთქვათ, ბრიუსელის ჩემი წყაროებიდან, რომ ძალიან რთული და ესეთი საკმაოდ მკაცრი საუბარი შედგა ღარიბაშვილსა და ფულეს შორის ზუსტად დემოკრატიული სტანდარტის ეროზიაზე, თუმცა ცხადია, რომ გეტყვით, რომ თითქმის ყველა ბოლო 6 თვის განმავლობაში გამართულ უმაღლესი დონის თუ მინისტრების დონის შეხვედრაზე ძირითადად ისმის ის, რომ ჩვენ მივახციეთ ძალიან დიდ გარღვევას დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარების კუთხითაც, მედიის თავისუფლების კუთხით, სასამართლო ბევრად უფრო დამოუკიდებელია. ჩვენ გვახსოვს, როდესაც გამომართლებელი განაჩენი 0.01% იყო და ეს შეიცვალა, დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარება გვაქვს.
მედიის კუთხითაც გვახსოვს, იმათაც ახსოვს, რომ იყო ისეთი გაუგებარი ტელევიზიები, როგორც Real TV იყო, სხვადასხვა სპეციალურად შექმნილი ტელევიზიები, რომლებიც დაძდევდნენ სპეციალურად ოპოზიციას, ეხა ესეც გაქრა. ანუ მედიაზე კონტროლი სახელმწიფოების მხრიდან რო არ შეიჩნდება, ამასაც აფიქსირებენ. შეიძლება დარღვევებსაც აფიქსირებენ, როდესაც ისეთი შეხლა-შემოხლა მხარდამჭერებს შორის, მაგრამ პრინციპულად დამოკიდებულება დასავლეთის ევროპის არის ისეთ, რომ საქართველო ბევრად უფრო დემოკრატიული ქვეყანაა და საქართველო იმსახურებს შემდეგ ნაბიჯ ევროატლანტიკურ სივრცეში. კი ბატონო, მედიაზე შეგეკამათებოდით, უბრალოდ მე მაინც ვთვლი, რომ უსაფრთხოების თემებს მირჩევნია და უბრალოდ იმიტომ, რომ მე ვარ მედია და მე მგეთ ვიცი რა ზეწოლაა და იგივე რუსთავიორის შემთხვევა და ასე შემდეგ. ხო, მე ხო ვიცი რა ხდება მედიასთან მიმართებით, მაგრამ ამაზე არ ვიკამათოთ, მოდით თქვენ სფეროს დავუბრუნდეთ ისე. ეკონომიკის და უსაფრთხოების ურთიერთკავშირს მინდა შევეხო. თქვენ ახსენეთ, თქვათ, აი რუსეთის ბაზრის გახსნა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ იმას, როდესაც ვთქვათ, აი უკრაინის საფრთხის გამეორება თუ შეიძლება უკრაინის სცენარის გამეორებაზე ეკითხებიან ხოლმე, მათ რომ უკრაინისგან განსხვავებით რუსეთს საქართველოზე იმდენი ბერკეტი არ გააჩნია, ვთქვათ, იგივე ეკონომიკური ბერკეტებზეც არის საუბარი ცხადია და საქმე ის არის, რომ ნელ-ნელა რუსეთს ეს ბერკეტი გაუჩნდა, იმიტომ რომ რუსეთი გახდა ზომით მესამე სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. და მაშინ, როდესაც ვთქვათ, მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებს იმას, რომ რუსეთი არ ჩაერევა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის საქმეში, ვთქვათ, იგივე საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ბატონი ლუკაშევიჩი, სპიკერია, ის ამბობს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ექნება თავისი შედეგები და გვახსენებს იმას, რომ რუსეთი არის სავაჭრო მესამე სავაჭრო პარტნიორი და ნებისმიერი ქვეყანა, როდესაც იწყებს, ვთქვათ, თავისუფალ ვაჭრობას, უნდა ორმხრივ ურთიერთობებზე იფიქროს. ფაქტობრივად დაგვემუქრა ამ ბერკეტის ამოქმედებით. ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, რამდენად უსაფრთხოა, ვთქვათ, რუსეთის ბაზარზე ქართული ეკონომიკის დამოკიდებულების გაზრდა? პირველ რიგში რაც შეეხება საფრთხებს. პირველი, რომ ბოლო 2006 წლის მერე განხორციელებული დივერსიფიკაცია ჩვენი ენერგორესურსების მოხმარების უпроსწორად მართლაც არ აძლევს რუსეთს დღეს ხელთ რაიმე ენერგო ბერკეტს, ეს ერთი. ტრანზიტულად დაახლოებით 10% გვჩება იმ გაზის, რომელიც გადის შეგვეცვალა წელს. და ეს ენერგეტიკული დამოკიდებულება, რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო უკრაინასთან დაკავშირებით და ტრანზიტი ევროპისკენ, ეს ბერკეტი რუსეთს დღეს არ აქვს. ტარიფის თემა, რომ ხელი შემშლელი იყო და იგივე საინვესტიციო ვალდებულებების ამოქმედება. მეორე საკითხი. რუსეთს რაც მნიშვნელოვანია, არ აყავს ჩვენს შიგნით ისეთი რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელიც საბოტაჟირებას გაუკეთებს ჩვენს სახელმწიფოს. იქ არის აბსოლუტურად განსხვავებული აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება. და მესამე რაც ასევე მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი ეკონომიკისთვის მცირე იყო, მე ვერ ვხედავ რომ ეს დრამატულ დამოკიდებულებას აჩენს რუსულ ბაზარზე, ის ასე ვთქვათ, ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რომელიც გადის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი რაღაც ეტაპზე მოხდა და გადაწყვეტა რუსეთმა, რომ ამოქმედოს ეს ბერკეტი, ჩვენ გვაქვს გათვლები, მთავრობას აქვს გათვლები. ანუ ეს არ იქნება შოკი ეკონომიკისთვის? არ იქნება, არავითარ ამ გათვლებს აკეთებს ჩვენი ეკონომიკური გუნდი. და ამ გათვლებით არის სწორედ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა. ანუ მესამე სავაჭრო პარტნიორი რო ხელიდან გამოგვეცვალოს, ეს ამ შოკს არ მიიღებს. ამიტომ დივერსიფიკაციის კუთხითაც და იგივე რა იქნება საჭირო იმისთვის, თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ამის დაგეგმარება ჩვენს ეკონომიკურ გუნდს აქვს. კი ბატონო, ამას გამომდინარე, პირდაპირ, ასე ვთქვათ, ბერკეტები, რაც ბატონმა ღარიბაშვილმაც ახსენა, რა თქმა უნდა, მართლაც არ აქვს რუსეთს ხელში. რა თქმა უნდა, ჩვენ ავიცილოთ თავიდან რეალურ საფრთხეს, რაც წარმოადგენს დღეს ჩემთვის პირადად, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის სამხედრო ესკალაცია და სამხედრო ინტერვენცია. დამერწმუნეთ, უბრალოდ ახლა დეტალებზე შეიძლება ბევრი არ ვისაუბროთ, მაგრამ თითქმის ყველა სავარაუდო სცენარი არის გათვლილი და სწორედ ამ სავარაუდო სცენარებს არის მორგებული ის ძალისხმევა, რომელიც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე დღეს ხდება საქართველოს მთავრობის მხრიდან. ჩვენ მართლაც გვჭირდება მშვიდობა იმისთვის, რომ განვითარდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, მშვიდობა ეს არ არის ის მხოლოდ რომ ჩვენ ყველაფრის ფასად მივახციოთ ამ მშვიდობა. მშვიდობა შეიძლება მიახციოთ ჩაბარდეს შემტერს და არ მოხდეს. ეს არის, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ჩვენი არჩევანი, ჩვენი სახელმწიფოსი. მტკიცედ ვდგევართ, როგორც ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე და ამ კუთხითაც ვდგამთ ნაბიჯებს, ასევე ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით არ არსებობს რაიმე კომპრომისი და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების, მთელი საზოგადოების დიდი ნაწილის
მარგინალებზე არ ვსაუბრობ, რომლებმაც ეგრევე გამოყვეს თავი, როდესაც ჩვენ ტრაგიკული შემთხვევა დაგვემართა იგივე ავღანეთში, როდესაც 10 ჯარისკაცი დაუკარგეთ. და აი მაშინ ვიგრძენი მეც პირადად, რომ არის, რა თქმა უნდა, მცდელობა საზოგადოებაში დასაყრდენის მოძებნის. კი ბატონო, აი მას სკეპტიკური ნატოს მიმართ და ევროკავშირის მხრიდან კრიტიკულად განწყობილების მხრიდან. ამაზე მინდა გითხოთ ზუსტად თქვენ რამდენიმე 2 თვის წინ იყო თუ არ ვცდები, ძალიან ესეთი შეშფოთება გამოხატეთ საქართველოში სოკოებით მომრავლებული რუსეთის საყრდენი ორგანიზაციების, რუსეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამო, მეხუთე კოლონას, რასაც უწოდებენ ხოლმე, მაგრამ რომ გადავხედოთ ირონია იმაში მდგომარეობს ამ სიტუაციის, რომ ეს ხალხი, აი ვინც დღეს ნატოს წინააღმდეგ გამოდის, იგივე ვთქვათ, ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების თემის კაპიტალიზებას ახდენდა და ასე შემდეგ, ეს ხალხი არის თქვენი პოლიტიკური ძალის მიერ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოშვებული. ეს არის გაბედავა, ეს არის აფხაიძე, ასე შემდეგ, ბევრი შემიძლია ჩამოთვალო ვიქტორ წითელაშვილი და ასე შემდეგ. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თუ გრძნობთ ამ ყველაფრის გამო და ხომ არ ფიქრობთ, რომ არასწორი იყო პარლამენტის გადაწყვეტილება, რომ აი ასე ხელაღებით და ეს გახდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკის საგანი 200 ადამიანისთვის მიენიჭებინათ ვთქვათ პოლიტიკური დევნილის სტატუსი ან პოლიტიკური პატიმრის სტატუსი და მათ შორის მოხვედრილიყვნენ რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული პირებიც. პირველ რიგში მე დეტალები სამართლებრივად როგორი იყო მათი საქმე, ასე ვთქვათ, გამყარებული არ მაქვს, ჩათვალეს რომ იყო საფუძველი იმისთვის, რომ ეს ხალხი გამოშვებული იყო, ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინ სხვათა შორის იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და დღეს ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა თავისი უარყოფითი განწყობა, რომ შეიძლებოდა საფრთხის შემცველი ყოფილიყო, რაშიც მე ვეთანხმები. უფრო მეტი დრო უნდა დაგვეხარჯა და დაეხარჯა იმ დროს პარლამენტსაც, რომ ეზრუნა ასეთი შედეგების გათვლაზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ სამართლებრივად არც ერთი საქმე არ მაქვს შესწავლილი. აქედან გამომდინარე, უსაგნო იქნება ხა რაიმე პოლიტიკის გამართვა, მაგრამ რაც შეეხება თვითონ დღეს არსებულ ვითარებას, ეს არის ბუნებრივია ძალიან მაღალი კონდაზორითი საფრთხის შემცველი და შესაბამისი სტრუქტურები, სახელმწიფო სტრუქტურები ამ კუთხით გაათმაგებულად იმუშავებენ. და ბოლოსკენ უნდა წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, ერთი რამ მინდა გითხოთ, თქვენ გამორიცხავთ, რომ საჭიროების შემთხვევაში სპეცდანიშნულების კონტრდაზვერვის, მაგალითად სპეცდანიშნულების რაზმს მოუწიოს ძალადობრივი ოპერაციის ჩატარება არაკეთილმოსურნის წინააღმდეგ და ხართ თუ არა მზად ამისთვის, აი მაგალითად უკრაინის მაგალითი ავიღოთ, ხო, იქ ხდება აშკარა ინტერვენცია, ეს არ არის ვთქვათ ღიად რუსული ძალები ვთქვათ, მაგრამ ფაქტია რომ რუსეთი ამაში მონაწილეობს და ხორციელდება მათ წინააღმდეგ ოპერაცია. თქვენ გამორიცხავთ, რომ ჩვენ ეს თქვენთან საუბარში აღწერე რა განსხვავებას ვხედავ დღეს უკრაინაში შექმნილ ვითარებასა და ჩვენთან არსებულ რეალობას შორის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი და გავიმეორებ, რომ ყველა სცენარისთვის ჩვენ მოვლენების განვითარების მზად ვართ. ანუ არ გამორიცხავთ იმას, რომ შესაძლოა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას თუ საფრთხე შეექმნება, ბუნებრივია ჩვენ მივიღებთ გადამჭრელ ზომებს. ხელს ხომ არ შეგიშლით შემთხვევით ის ფაქტი, რომ აი მაგალითად კონტრდაზვერვის ვთქვათ წარმომადგენლებს დღეს გამოდმებით დაარბენინებენ დაკითხვაზე თავის დროზე მათი რწმენით და მათი ხელმძღვანელობის რწმენით რუსეთის ჯაშუშების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციების გამო მაგალითისთვის მომყავს ვთქვათ მაგალითად ლევან ტაბიძე რომელიც დღეს ციხეში ზის იმიტომ რომ ის თავის რწმენით მოქმედებდა რუსეთის ჯაშუშების წინააღმდეგ და ხომ არ გამოიწვევს ეს გარკვეულ ეროზიას იგივე კონტრდაზვერვის თანამშრომლებს შორის იმიტომ რომ მათ შიში ხო არ გაუჩნდებათ იმისა რომ შემდეგი მთავრობა რომ მოვა მათ დასჯის პირველ რიგში მე მიმდინარე გამოძიებებზე ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ, საერთოდ არ ვიცი. იმიტომ რომ ეს ღია გახსნეს ფაქტიურად. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირი სამხედრო კონდაზოროსთან, კონდაზორის სამსახურთან და მე მინდა გითხრათ, რომ იქ მუშაობენ ძალიან კომპეტენტური ბიჭები, ახალგაზრდები და მათი საქმიანობის კითხვის ნიშნულს დაყენების არანაირი საფუძველი საზოგადოებას არ უნდა. ანუ თქვენ არ თვლით, რომ დემორალიზება შეიძლება მოხდეს მსგავსი ფაქტების გამო, იმიტომ რომ მარტო მაგალითს მოგიყვანთ და დავასრულებ. მე ვიტყვი რომ მე მიმდინარე გამოძიებებზე ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი საქმე, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კონდაზორით ორგანოებში მუშაობენ კომპეტენტურად და აბსოლუტურად კითხვის ნიშანი არ არსებობს. აი მაგალითად უტრირებას მოვახდენ ბინ ლადენის ლიკვიდაცია, როდესაც მოხდა ამერიკაში, მაშინ ამერიკის ხელისუფლება გახდა ძალიან ესეთი კრიტიკის საგანი, იგივე Human Rights Watch-ის, ადამიანის უფლებათა დამცველი სხვა ორგანიზაციების მხრიდან, იმიტომ რომ ბინ ლადენს თურმე უნდა მისცემოდა შესაძლებლობა წამდგარიყო სასამართლოს წინაშე. ეს ასე არ მოხდა.
მოხდა. ხა შემდეგი ხელისუფლება როგორც მოვიდეს და თქვას რომ დაირღვა მისთვის რაღაცა თავის სამართლიანი სასამართლოს უფლება თუ ასე შემდეგ, მე ძნელად წარმომიდგენია რომ ვინმემ იმ კონტრდაზვერვის ის თანამშრომელი ის წარმომადგენელი ან ის სპეცნაზელი გაასამართლოს, რომელიც ამ ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას ალბათ თქვენ. კი, მაგრამ მე მგონი მაინც არასწორი ანალოგიაა, ის აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. უტრირებას ვახდენ მეთქი ამიტომ. და აქედან გამომდინარე ვერ შევადარებთ ერთმანეთს, მაგრამ თავარი არის ის, რომ ჩვენ შევქმნათ ყველა ინსტრუმენტი კონტრდაზვერვის და ანტიტერორისტულ samsახურებს, რომ მათი საქმიანობა განახორციელონ მაქსიმალურად აღჭურვილად. სამართლებრივი კუთხითაც და რაც მთავარია, სწორად ზანეთ პოლიტიკური ნდობის კუთხით. კი ბატონო. დიდი მადლობა რომ მოგზავნით საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. დიდი იმედი მაქვს რომ თქვენი სიტყვები გამართლდება და უსის სამიტის შემდეგ საქართველოს იქნება კიდევ უფრო დაცული. დიდი მადლობა. ეს ჩვენი ყველას ინტერესებია. საერთო წარმატება იქნება. კარგად. ჩვენ ამით არ გემშვიდობებით, შესვენების შემდეგ დავბრუნდებით და ვისაუბრებთ კვლევაზე, რომლის შესახებაც დასაწყისში მოგახსენეთ, ირკვევა რომ ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას შესაძლოა გენეტიკა განაპირობებდეს. დაგველოდეთ, არ გადართოთ წინ საინტერესო საუბარი გველის ცხადია სხვა შემადგენლობასთან ერთად.